მოგესალმებით, მე ვარ კვარაცხელი ანა, ბრენდი ზეხმა სტუდიოს თანადამფუძნებელი. დღეს გადავწყვეტეთ, რომ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე გაგცეთ პასუხი. ჩვენი მიზანი იყო ქართული კულტურის, არქიტექტურის და ურბანული სტილის პოპულარიზაცია, თანამედროვე ტანსაცმლის დიზაინში. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ასახავდა ჩვენ სიყვარულს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამავე დროს იქნებოდა კომფორტული და თანამედროვე. ჩვენი დიზაინები არის შთაგონებული ქართული კულტურით, არქიტექტურით და თუნდაც ყოველდღიური ცხოვრებით. მაგალითად, ჩვენი მაისური თბილისი ურბანისტა, რომელზეც არის ასახული შენობა, რომლის ანალოგი ჩემი აზრით არ არსებობს. და თუნდაც ეს დიზაინი გამოხატავს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ურბანულ სულს. ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ჩვენი ბრენდი ზეხმა სტუდიოს არის შექმნილი ქალების მიერ. ჩვენ ვართ 4 გუნდის წევრი, თითოეულს აქვს თავისი, ესე ვთქვათ, მიმართულება, თუმცა ერთიანად, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ბრენდი. ზეხმა სტუდიოს პირველ რიგში არის ემოცია. ის ემოციები, რომელსაც თითოეული ჩვენი გუნდის წევრი გრძნობდა ამა თუ იმ ქუჩებში სეირნობისას, ხალხთან ურთიერთობის დროს, კომუნიკაციის დროს. თბილისი ურბანისტა, ქართველი ჩიკეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის შთაგონება, რომელიც წამოვიდა პირველ რიგში ადამიანებისგან. შთაგონება, რომელიც წამოვიდა პირველ რიგში ჩვენი კულტურისგან. ადამიანები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ჩვენს გარშემო და ჩვენ თავად ვართ ეს ადამიანები. ამიტომ ზეხმა სტუდიოს ვართ ჩვენ, თუმცა პირველ რიგში ხართ თქვენ ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენი ინსპირაციის წყარო. ფაქტი, რომ ჩვენი community ვითარდება და ფართოვდება, ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი мотиваცია და ინსპირაცია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და შემოგთავაზოთ კიდევ უფრო საინტერესო დიზაინები, რომლის ტარებას შეძლებს ნებისმიერი ადამიანი. იქნება ეს ჩვენი მოქალაქე, ტურისტი, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი სამოსი არის შექმნილი აბსოლუტურად ყველასთვის. ამ ეტაპზე ბაზარზე ნამდვილად ძალიან ბევრი ქართული ბრენდი არსებობს. ამხელა კონკურენციის ფარგლებში იყო გამორჩეული ძალიან რთულია, თუმცა ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ეცადო, რომ შექმნა რაღაცა ახალი და უნიკალური, გარკვეულწილად ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს თვითონ ამ პროცესს. კოლექციის გაფართოვებას აუცილებლად ვაპირებთ ახალი დიზაინების წარდგენას ჩვენი მომხმარებლის წინაშე. თუმცა მაინც ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ ის თავდაპირველი სახე და ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ამ ყველაფერში. ამიტომ ის ურბანული ესთეტიკა, ის ნახატები, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ის დიზაინები, რომელსაც ჩვენ ვქმნით, აუცილებლად დარჩება ისე, როგორც, ესე ვთქვათ, მთავარი ჩვენი ხაზი. თუმცა ვაპირებთ, რომ სხვადასხვა მოდელები შემოგთავაზოთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმისთვის, რომ წარმოადგინოთ ჩვენი მომხმარებლის წინაშე სპორტული კოლექცია, რომლის დანოსებას ვაპირებთ სულ მალე.